1512 წელს სოფლიოში განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდებოდა იმასთან შედარებით, რაც 2 წელიწადში დაიწყო. ომი, რომელმაც სახელმწიფოებიც კი გააქრო სოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. საქართველოში ჯერ არავინ იცოდა, რომ მალე ერთიანი მონარქიის აღსადგენად ბრძოლისთვის ვეღარავინ მოიცლიდა. კარზე დიდი ომების საუკუნე იდგა. ისეთი დრო მოდის. კვები იდირებ. კარგი იქნება მაშინდელ ქართულ საზოგადოებას შევავლოთ თვალი, რომელიც დიდი ომიანობის მონაწილე გახდა. იყვნენ თუ არა მაშინდელი ქართველები ომისთვის მზად. საბრძოლო ხელოვნების არცოდნა სირცხვილად ითვლებოდა მაშინდელ საზოგადოებაში და განსაკუთრებით აზნაურთა შორის. ქართველი აზნაურები გვარიშვილობის, მდგომარეობის და ქონების მიხედვით იყოფოდნენ ფენებად, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდათ: საბრძოლო ხელოვნების საუკეთესო თბილობა. ასეთ ოჯახებში დაბადებული ვაჟები ასკეტურად იზრდებოდნენ. მათ ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ყოველგვარი საბრძოლო იარაღის ხმარებას, ილეთებს, ამხედრებულ ომს და ბრძოლას ქვეითად. ყოველმა ასეთმა მეომარმა საუკეთესოდ იცოდა თავისი ადგილი და ფუნქცია ლაშქარში. ქართველი მეომრები ძვირად ფასობდნენ მაშინდელ მსოფლიო სამხედრო ასპარეზზე. ომში გვარები, ანუ ბიძაშვილები გადიოდნენ. ყველა გვარს თავისი ალამი ჰქონდა, რომელიც ბრძოლაში ნიშნის მისაცემადაც გამოიყენებოდა. საქართველოში მეფე ყველაზე დიდი მეომარი იყო. მას ბავშვობიდან წვრთნიდნენ სარდლად და მეომრად. ჩვენი მეფეები ხშირად პირადად მონაწილეობდნენ ბრძოლაში. იმერეთი უმრად აქედან ფეხს წარმოიცვლის. მაშინდელი საქართველო ციხესიმაგრეების ქვეყანა იყო. თავისი მეომარი არისტოკრატიით, მაღალი აგრარული კულტურის მატარებელი გლეხობით, რომელიც მუდმივად კვებავდა ქვეყანას გაუთავებელ ომებში. მაგრამ თავარი, რაც აკლდა ასეთ ქვეყანას, ერთიანობა იყო. ერთიანი აზრი, რომელიც წყალივით იყო მაშინ საჭირო. მაშასე 1512 წელი იდგა. ქართლისა და კახეთის სამეფოებს შორის უკიდურესად დაძაბული იყო ურთიერთობა. სუგი ამბები მომიტანის. სისხლი იღურებოდა. კახეთის ტახტის მემკვიდრე გიორგი ქართლში იდგა თავისი მხედრობით და ატენის ციხეზე ალყა ჰქონდა შემორტყმული. ატენის ციხეში დავით ქართლის მეფე იყო გამოკეტილი. კახელებს იერიშ-იერიშზე მიჰქონდათ ციხის გასატეხად, რათა მეფე ჩაეგდოთ ხელში. ატენის ხეობა მაშინ სააკაძეების საგვარეულო მამული იყო და ამ ოჯახის კისერზე გადადიოდა მეფის დაცვა და მასპინძლობა ასეთ მძიმე დროს. გარნიზონი დღე-დაღამომში იყო. მეფის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა და ამიტომ ქართლის ჯარებმა თანდათან დაიწყეს თავმოყრა ატენის ხეობის ყელზე. ჰაერში ძმებს შორის დაღვრილი სისხლის სუნი ტრიალებდა.
შენი ეს ბატონიშვილა. ახლა აქ შემოსვლა იქნებოდა. ეფე უნდა ვნახო. თორე გასკდაგული. თუ გათავხედნენ ეს კახელი. ძინავს მეფეს. ზინავს. ერთი კვირა ალყას უძლებთ. შენი ნახვა იამება. გამიცეხე. ბაგრატ. შენახარ ბაგრატ. რაჭელი ხარ ახლა. არა დავშევი. ათხეში ხარ. მოგიგოდეს ჩემი. როგორში მოხდე? ხმლით. გარეთ რა ხდება? ზემოქართლია აოხრა გიორგიმ. სოფლები გაძარცვა. ხალხი აყარა და კახეთის გზას გაუგებია. ფალი მიუძღავს სამაგიეროს. მაინც არის კლიერა შესაძ. როდემდე ვიჯდეთ ასე გულხელდაკრეფილი. ერთი კვირა ახმალი არ გამიგდია ხელიდან. ქვეყანა უპატრონო და ხოდებ როგორ ფიქრობ? ხელში რომ ჩავარდნოდი, დაგზოგავდა ეგ ცოფიანი. თელ ოჯახს 4-ში ამოგვიღებდა. და ქართულ კახეთის გვირგვინსაც დაიდგამდა. ეგე აბა რა ვქნათ? მაგას ჭკუ არ მოეკითხება. დავით. ქვეყანა უნდა გაერთიანდეს.
მაგრამ არა მაგ შეშლილი კახელის გვირგვინქვეში. სვეტიცხოველში მაგის გამოგზავნილი სიგელი წამაკითხეს. ისი როგორ აწერს ხელს ეგ დამთხეული. გამაერთიანებელს ლიხტიმერისას და ლიხტამერისას უწოდებს თავს. სულელს შეუძლია მაკედონელიც დაირქვას. ამ დროის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. სულელის ნამოქმედარი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. როგორ? მომეცი ძალა. მე მოული გიორგის. კახეთს აქეთ შემოუერთებ ქართლს. წელიწადიც არ გავა. ორივე სამეფოს გვირგვინს დაგადგამ. რა არის საჭირო ამისთვის? რა არის საჭირო ამისთვის? უხრანი დამემტკიცე. სადაც ქსნისა და არაგვის ხეობები იყრის თავს. თიელთა ეგ ძალა დამიმორჩილე. მერე მშვიდად უყურე, როგორ დაემხობიან შენი ტახტის წინაშე საქართველოს მეფე-მთავრები. დღესვე დაწერონ სიგელი. სამუხრანო მიბოძებია შენთვის. ამიერიდან ვალადგედება ჩვენა და შენს მოდგმას ქსნისა და არაგვის გამოყვანა ომებში. იწოდებოდეთ მუხრან ბატონებად. აღირიცხებოდეთ მესამე სადროშოდ. სადროშო ქართულ სახელმწიფოში სამხედრო ადმინისტრაციული ტერიტორია იყო. მის სათავეში იდგა სარდალი. ამ თანამდებობაზე დანიშნვისას სარდალს მეფისაგან საზეიმოდ გადაეცემოდა ინსიგნიები, ხმალი და დროშა. სადროშოს ტერიტორიაზე მცხოვრები სამხედრო არისტოკრატია სარდალს ემორჩილებოდა და მისი მეთაურობით მოწესრიგებულად გადიოდა ბრძოლაში. სარდალი მოვალე იყო მშვიდობიანობის დროს ეს სამხედრო ძალა ვარჯიშში ყოლოდა. სარდალსავე ექვემდებარებოდა სადროშოს სამოქალაქო და სამხედრო საკითხებიც. აი ასე დაუდო სათავე დავით მეფის ძმებს შორის ყველაზე უმცროსმა ბაგრატ ბატონიშვილმა ბაგრატიონ მუხრანელთა მოდგმას. ამ სადროშოს ვალადედო ბრძოლაში გამოეყვანა ქსნისა და არაგვის მთიელები. დავით მეფის დროს ქართლი 4 სადროშოდ იყო დაყოფილი. ქვემო ქართლის საბარათიანო, ზემო ქართლის საამილახო, სამუხრან ბატონო და გაღმამხარი საციციანო. ომში ქვემო ქართლის სადროშო პირველი შედიოდა და წინამავლის როლს ასრულებდა. ლაშქრის ცენტრს გაღმამხარის სადროშო ქმნიდა. მარჯვენა ფრთა ამილახურებს ეჭირათ, ხოლო მარცხენაზე მუხრან ბატონები იდგნენ ქსნითა და არაგვით. ჩვენ თანდათავ ნახავთ, რამდენი დიდი მოღვაწე და მეფე მისცა ბაგრატიონ მუხრანელების ოჯახმა ქვეყანას. და სწორედ მათი წინაპარი იყო ის ადამიანი 1512-ში, ვინც ჭკუა და ხმალი დაახვედრა კახელი უფლისწული გიორგის გაუთავებელ თარეშს. ბაგრატ ბატონიშვილი
ქართლის მეფე კონსტანტინე მეორეს შვილებს შორის ყველაზე უმცროსი, ნიჭიერი პოლიტიკოსი და გონიერი სარდალი. შეუძლებელი არაფერი. 1512 წელს საფუძველი ჩაუყარა ბაგრატიონ მუხრან ბატონთა სათავსოს. მისა და არაბის ხეობები იყრის თავს. მისი უშუალო მეთაურობით 1513-18 წლებში მოხერხდა ქართლის და კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება. სიცოცხლე ბერობაში დაასრულა. იყო ანტიმაჰმადიანური ტრაქტატის ავტორი. ქართლის მეფე დავითი, როგორც წყაროებიდან ჩანს, უშფოთველი ადამიანი იყო და შესაბამისად სისხლის ზღვრის მოძულეც. კახეთის უფლისწული გიორგის თავდასხმებს ის მხოლოდ თავდაცვით პასუხობდა. ციხესიმაგრეს ჩაიკეტებოდა და გაიძახოდა. ჩვენ რატო ავტეხოთ ომი, როცა ომის ამტეხს უფალი დაეჭისო. დავით მეფეს საკუთარმა ძმებმა მოქმედება მოსთხოვეს. საბოლოოდ მათ შორის ყველაზე უმცროსმა ბაგრატმა მეფის ასე გულხელდაკრეფილობას საზღვარი დაუდო და ქართლი ამოქმედა. მაგრამ მის წარმატებას კახეთში მომხდარმა ამბებმაც შეუწყო ხელი. კახეთის მეფე ალექსანდრეს ორი ვაჟი ჰყავდა, გიორგი და დიმიტრი. ტახტი როგორც უფროს გიორგის ეკუთვნოდა და მონარქიული კანონით ვერც ვერავინ შეეცილებოდა, რომ არაჭკვიანი ალექსანდრეს ეჭვი. სანადიროდ ვდგავარ. ეჭვი იმის, რომ მისი გვირგვინის მემკვიდრე მეფედ ვერ ივარგებდა. ალექსანდრემ როგორც ჩანს, უმცროს დიმიტრიზე შეაჩერა არჩევანი. ალექსანდრე კახთა მეფე გონიერი კაცი იყო და ალბათ ყველაზე უკეთესად ხვდებოდა მისი მემკვიდრის სისუსტეებს. მაგრამ იმას ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი გიორგი ბაგრატიონების მოდგმაში გაუგონარ საქციელს შეიდენდა. მცხეთის ჩრდილოეთი, საფურცლის დღე, 1511 წელი. ალექსანდრე მეფის სამხედრო კარავი. სანათური თუ გამოძრავდა, შემოვარდი და დემეტრე გათუკე. Რიოქენი. ითარეშე გიორგი. მე მეუბნები მაგას შენ ნაცარქექია. ნადირობის და ჭამასმის მეტი რო არაფერი გახსოვს. ნაცარქექიობა ჯობია. ძმებზე ყაჩაღობას. მე ვარ ყაჩაღი. თქვენ რომ ხარში მედგეთ. აქამდე ქართლი ჩვენი იქნებოდა და დავით მეფე ხორრივით მეყოლებოდა დაბმული თავისივე დილეგში. შენ ძმაო, ჭკუა აღარ მოგეკითხება. გიჟის მხარში დგომა, გიჟებს მოკითხე. არ გაბედოთ! ახლა მისმინე. შენ გგონია აქ სანადიროდ ვდგავარ. გუშინ ქართლის თავადებს შეხვდი და ერთი სიკვდილი გავათავე, ვიდრე შენს ნამოქმედარებს მოვისმენდი მათგან. დავით მეფეს ჰგონია, რომ ქართლში შენი თარეშის მოთავე მე ვარ.
დავით ვერ შეიგნე რომ ასე ქართლის ტახტი რომცდა ხო არც ერთი ქართლელი თავადი არ დაგიხრეს თავს ვერც შემოირიგებ გიყელებენ სადმე და მგელივით ჩაგაწაგლებენ ამას კი გაუთავებელი სისხლის ხვრა მოყვება ისმინე ჩემი მეფური განაჩენი დღეს ამას იქეთ ყველა სახელმწიფო საქმეს ჩამოშორებული ხარ შენ საუფლის სულო მამულში ჩაიკეტები და თუ ცხვირს გამოყოფი ქედან კახეთიდან გაწევება არ აქცდება იცოდე nu გამაკეთებინება ამას აკმე გამომავს განაჩენი მეფეო ათეთა